ორიოდი სიტყვა ტანსაცმელზე. ქალის სამოსი ეს არის გრძელი კაბა, გლეხის ტანსაცმელი დიდი ფერანგი, შარვალი, ჯვალოს წინდები, მოსასხამები, თუ მოკლედ ყველაფერი ისევ და ისევ პრიმიტიულია. ელიტის ნიშნად ითვლებოდა მაგალითად რკინის კბილის საჩხრეკი. დიახ, ვიღაცა მის ჩამოიტანა ალბათ სადღაც ბაზრიდან, პირობითად რომ ვთქვათ, რომელიღაც ლაშქრობიდან და აი ერთ-ერთ სამარხში იპოვეს ორი მდიდარი ქალის საფლავი. ისინი დაკრძალეს ეტლთან და ცხენებთან ერთად. ისინი ალბათ წარჩინებული ვიკინგი ქალები იყვნენ. და აი კბილის საჩხრეკი იყო ერთი. პირდაპირ არ ვიცი, როგორც დღეს ალბათ smartphone. და ბოლოს ყველაზე მთავარი ეს არის ჩაფხუტი რქებით. ჩვენთან მიღებულია მივიჩნიოთ, რომ ვიკინგები ესენი არიან კაცრი კაცები. ატლანტებივით მაღლები და მათ აქვს ჩაფხუტები რქებით. ჯერ ერთი ისინი არ იყვნენ ძალიან მაღლები. მეორეც არანაირი ჩაფხუტები რქებით არ ყოფილა. აი წარმოიდგინეთ, ჩვენს მწკრივში ვჩხუბობთ და შენ რქით მე დამკარე. ეს როგორი ბრძოლაა. მე კიდევ ფარი მაქვს, აქეთ ნაჯახი. მართლაც პოულობენ ჩაფხუტებს რქებით ვიკინგების სამარხებში, ვიკინგურ გორა სამარხებში, მაგრამ მეცნიერებათა უმრავლესობა ახლა თანხდება იმაზე, რომ ეს უბრალოდ ჩაფხუტია, რომელიც გამოიყენებოდა რიტუალური მიზნებისთვის. სრულიად შესაძლებელია რაღაც ბოროტის ულების დასაფრთხობად ან მსგავსი რამ. და აი ვიკინგები გადიან ზღვის სივრცეებზე. დრაკარი ეს არის ხომალდი, რომლის შესახებაც უკვე ვილაპარაკეთ. რატომ დრაკარი? იმიტომ რომ ზღვაზე აი დრაკონის ფიგურა, ასეთი დამაფრთხობელი. სიგრძე სადღაც 18-20 მეტრი, 70-მდე მილიჩბე შეიძლება იქ განათავსო. მელიჩბეები იგივე მებრძოლები არიან. ისინი უსვამენ ნიჩბებს, ხოლო შემდეგ გადასხდებიან და ჩეხავენ ხალხს. ვისი აჩეხვად შეიძლება? სიჩქარე. ყველაზე დიდი სიჩქარე, რომელზეც საუბრობენ ამჟამინდელი მეცნიერები, ეს არის 12 საზღვაო მილი. იმ დროისთვის ეს უბრალოდ რაკეტის ფენომენალური სიჩქარეა. კიდევ ერთი ვიკინგების ხომალდი, რომელსაც ერქვა სნეკარი. ეს არის 60 მელიჩბე. და ბოლოს მესამე ნაირსახეობა გემის, რომელსაც ერქვა კნორი, ხომალდი, რომელიც გამოიყენებოდა ვაჭრობისთვის. და აი ვიკინგები გადიან ღია ზღვაში. თავიდან ისინი მართლაც იწყებენ ვაჭრობას, რაღაცის გადაცვლას, ჩამოტანას თავის მიწებზე. გადაცვლიდან რაღაცას ევროპელებთან. რაღაც მომენტში ისინი ხვდებიან, რომ ვაჭრობა მომგებიანია, მხოლოდ თუ ეს არის ვაჭრობა, მაგალითად ადამიანებით. ვინმეს გადაცება და გაყიდვა, მაგალითად არაბულ ბაზარზე. მონების წაყვანა ბუხარამდე, მაგალითად ბუხარამდე ისინი ვერ აღწევდნენ პირველ ხანებში, მაგრამ ეს უბრალოდ საერთოდ მოგების მარჟა იქნებოდა ფანტასტიკური. მაგრამ რაღაც მომენტში, როგორც ხვდებით, ადამიანებთან ვაჭრობა ძალიან მოეწონათ. ფრანკთა იმპერიის დაშლის შემდეგ მათთან საერთოდ შეიძლება არ ივაჭრონ. მათგან ყველაფრის წაგება შეიძლება ხმლის ძალით. მათ არ იციან ჩხუბი. შეიძლება თავდასხმა, სწრაფად ყველას აჩეხვა, ნადავლის ხელში ჩაგდება და გაცურვა. მორჩა, ისინი ვერ გაგიწევენ ვერანაირ წინააღმდეგობას. და ამ ეპოქად ითვლება ვიკინგების ექსპანსიის დასაწყისი. მისი პირველი თარიღი 793 წელია. ეს არის კუნძული ლინდის ფარნი, ინგლისის მახლობლად. ვიკინგების დაახლოებით 3 გემი ჩადის, მიწასთან გაასწორებენ მონასტერს, რომელიც მარტო დგას იქ და თან დაცვის გარეშე, გააქვთ ყველაფერი, რაც შეიძლება ამ მონასტრიდან და ქრებიან. საერთოდ ვიკინგების უპირატესობა რაშია? სწრაფმავალი გემი. ის თან ძალიან დაბალია, ის ერწყმის ტალღას. ჯერ კიდევ არ არის არანაირი სათვალთვალო კოშკები, არ არის არანაირი ქალაქები, რომლებიც აგებულია მდინარის შესართავებში, ან ყურეებში, მოსახერხებელი გადასხმის ადგილებში. არაფერი მსგავსი არ არის. ამიტომ ვიკინგები სწრაფად ხვდებიან, რომ შეიძლება სწრაფად მიცურო, აჩეხო, ყველაფერი რაც შეეტევა დრაკარში, შეიძლება ჩატენო, ხოლო რაც არ ჩაგეტევა, შეიძლება დაწვა. და აი იწყებენ ვიკინგობიდან ისინი სახლში დაბრუნებას. მაგრამ ეს ხომ უბრალოდ რაღაც დღესასწაულია და არა ცხოვრება. შეხედეთ, თასები, ფრანკული ხმლები, რაღაც ლამაზი ქალები, საეკლესიო ჭურჭელი, ოქროს სამკაულები და სხვა რაღაც სათამაშოები. ეს კი რას ნიშნავს? რა ეკონომიკა ვიკინგებთან? ეს არის სტატუსის ეკონომიკა. რამდენი გაქვს? ეს ყველაფერი ასხმული, შესხმული, თავზე ჩამოკიდებული, რამდენი შეგიძლია შენ საძმოს დაურიგო, რომელიც შენთან ერთად ვიკინგში წამოვიდა. ასეთი კარგი ხარ შენ როგორც იარლი და კონუნგიც.
ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ ეს იყო ვიკინგების უზარმაზარი ჯარი, რომლებიც თავს ესხმოდნენ ევროპას. სულ 2 ან 3 ჯარი იყო ისტორიაში, რომელსაც მოგვიანებით ვილაპარაკებთ. ეს იყო უბრალოდ ბანდიტიზმი. 20-30-40 ადამიანი საძმო, რა ვქნათ, წავიდეთ დღეს. არის შანსი ინგლისში მაგალითად წასვლის. ჩვენ წინა ჯერზე იქ ბერები გავძარცვეთ. ხომ კარგი იყო? წავიდეთ კიდევ. ვინ არის ჩვენთან? ხვიჩა, გოჩა, იქ კიდევ ვინ არის? ჯემალა მეზობელი ფიორდიდან. მასაც 30 მებრძოლი ყავს. წავიყვანოთ, კარგი ბიჭია. და ეს მთელი საძმო, რომელიც ცხოვრობს საკუთარი გაგებებით, რომელსაც წყურია ბრძოლაში სიკვდილი, რომელმაც არ იცის რა არის სიბრალული და რაც მთავარია, არ იცის ქრისტიანული კულტი. ამიტომ წავს ეკლესიებს და გააქვს იქიდან ყველაფერი, რაც შეუძლია. და ეს საძმო იწყებს ევროპის ტანჯვას. შეხედეთ რა ხდება. 793 წელს გაძარცვული იქნა ეს მონასტერი, რომლის შესახებაც ზემოთ გიამბეთ. 795 წელი. ისინი ვიკინგები სხდებიან ირლანდიაში. 800 წელი. ვიკინგები იპყრობენ შოტლანდიის და ორკის კუნძულებს. ანუ იწყება ინგლისის აღება. 810 წელი. ვიკინგები თავს ესხმიან ფრისლანდიას. 830 წელი ისინი პირველად აღწევენ საფრანგეთის ტერიტორიას. 829 წელი ისინი უკვე თავის პირველ სამეფოს ირლანდიაში აყალიბებენ, დედაქალაქით არმაში. 854 წელი ეს არის ლისაბონის ალყა. შეხედეთ, სად არის ნორვეგია და სად არის დანია და სად არის ლისაბონი. 855 წელი ჰამბურგი და პირველად პარიზი. ჩვენ ახლა ამას კიდევ დაუბრუნდებით. ანუ თავდასხმები, ისინი მოძრაობენ სანაპირო ტერიტორიების მიყოლებით. აქ მოვიდა 20 გემი, გადასხდნენ სენას შესართავთან, რაღაც იქ დაწვეს, წავიდნენ წინ. და ასე ისინი აღწევენ ბისკაიის ყურეს, სან სებასტიანამდე და იქით სანტიაგო დე კომპოსტელამდე. ანუ ისინი მთელს ევროპას უვლიან გარშემო აი ამ პატარა გემებით. გახსენით ევროპის რუკა. შეხედეთ, სად არის დანია, სად არის ნორვეგია, სად არის დიდი ბრიტანეთი და სად არის ესპანეთი. დღესდღეობით ნავიგატორის გარეშე პრინციპში ვერ ჩახვალთ დანიიდან ესპანეთამდე. ვიკინგები კი ამას ახერხებდნენ თავიანთი გემებით. ესპანეთს ისინი უტევდნენ 2 სანაპიროდან. თავიდან შეტევები დაიწყო ბისკაიის ყურის სანაპიროზე. ეს იქა, სადაც ახლა მდებარეობს ქალაქი სან სებასტიანი. ვიკინგები გამაგრდნენ საფრანგეთში, ლუარას შესართავთან და სანაპიროდან ისინი დადიოდნენ ნაპირის გასწვრივ და მიცურავდნენ შესაბამისად სან სებასტიანამდე. იქ ბასკეთში მოგება საერთოდ არაფერი ქონდათ, ამიტომ რომ მოსახლეობა მაშინვე მთებში მიდიოდა და ისინი წავიდნენ წინ მდიდარ გალისიაში. გალისია ალბათ თქვენთვის ცნობილი, ეს არის ესპანეთის ყველაზე მთავარი სალოცავი ადგილი, სანტიაგო დე კომპოსტელა. სანტიაგო დე კომპოსტელას გვერდით უზარმაზარი რომაული შუქურა, რომელსაც ასე ჰქვია ჰერკულესის კოშკი. აი ასე გამოიყურება ის სურათზე. და ასე რომ ვთქვათ, პირველი შემზარავი დარტყმა ვიკინგებმა მიაყენეს გალისიას. პირველი დარტყმა მოგერიებული იქნა და მათ არანაირი მიწა არ ჩაუგდიათ ხელში და გაემართნენ უკან კუნძულებისკენ თავის გზაზე. ზოგმა გაცურა ირლანდიაში, ზოგმა გაცურა ლუარას შესართავთან. იქ სადაც ვიკინგებს ბაზა ჰქონდათ. 854 წელს ვიკინგებმა მიაყენეს შემზარავი დარტყმა ესპანეთის ამჟამინდელ ტერიტორიაზე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რეიდი. თან იქ უკვე არანაირ ბრძოლებში ვიკინგები არ ჩამოვიდნენ. ისინი უბრალოდ გადასხდნენ ჰერკულესის კოშკთან, დაწვეს მახლობელი მონასტრები, გაძარცვეს ისინი მოსახლეობა, ვინ მოკლეს, ვინ მონობაში წაასხეს. სხვადასხვა შეფასებით 80-მდე გემით ვიკინგები წავიდნენ ლისაბონზე, რომელიც მაშინ იყო მუსლიმი ამირების ხელისუფლების ქვეშ, არაბების ხელისუფლების ქვეშ. ასე ვთქვათ, მავრების ხელისუფლების ქვეშ, როგორც მათ მაშინ უწოდებდნენ. ლისაბონის გარნიზონმა ვერ გაძლო 2 დღეც კი. ქალაქი აიღეს და 13 დღის განმავლობაში მას ძარცვავდნენ. ძალადობდნენ, ჩეხავდნენ, აგროვებდნენ ყველაფერს, რისი შეგროვება შეიძლებოდა. და ბოლოს ვიკინგებმა გაცურეს თავიანთი გემებით, დრაკარებით წინ. შემოუარეს პორტუგალიას და აღმოჩნდნენ ანდალუსიაში. იქ ისინი მდინარე თავიდან მაღლა ქალაქ სევილიამდე. სევილიამდე ისინი ვერ ავიდნენ და აიღეს კუნძული, რომელსაც ქვია ახლა ისლა მენორი. პატარა კუნძული, სადაც არაბი ამირებისთვის, კორდობას ამირასთვის აშენებდნენ ჯიშიან ცხენებს.
ვიკინგებს ხენები ძალიან არ უყვარდათ მაინც და მაინც, მაგრამ მიუხედავად ამისა, კუნძული ბუნებრივია მათ გაძარცვეს. დაფუძნდნენ იქ და დაიწყეს შეტევა სევილიაზე. ისინი ავიდნენ მაღლა დინების მიყოლებით. მოსახლეობა კი სასწრაფოდ სევილიიდან გაიქცა. ვიკინგებმა გაძარცვეს ქალაქი ერთი დღის განმავლობაში, მაგრამ ღამის გასათევად იქ არ დარჩენილა და წავიდნენ გემებით. მათი ფიქრეს, რომ ეს მახეა და ეგონათ, რომ ახლა ამირას მთავარი ჯარი მოვა. მაგრამ კორდობას ამირამ გვიან დაიწყო ძალების შეკრება და 2 დღის შემდეგ ვიკინგები დაბრუნდნენ. გაძარცვეს დანარჩენი, რაც დარჩენილი იყო ამ ქალაქში, დატვირთეს მთელი სიმდიდრე თავიანთ გემებზე და უთხრეს ადგილობრივ მოსახლეობას, რომ თუ ვინმეს დაბრუნება გინდათ ქალაქში, მათ ყველას აპატიებდნენ ყველაფერს და კიდევ ტყვეებსაც დაუბრუნებდნენ. გადაუცვლიდნენ მათ ოქროზე. ეს იყო ასეთი ხრიკი ვიკინგების. რა თქმა უნდა, ვიკინგები იყვნენ უბრალოდ ვერაგები. ისინი ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დაბრუნდებოდა უკან და მათ კიდევ გამოუვიდოდათ გაძარცვა. ისინი დაბრუნდნენ კვლავ 3 დღის განმავლობაში სევილიაში. მოსახლეობა არ დაბრუნებულა. დაბრუნდა მუსლიმთა მცირე ჯგუფი, მოხუცები ძირითადად. ისინი ვიკინგების მოახლოებისას დაიმალნენ მეჩეთში. მეჩეთი ვიკინგებმა დაწვეს, ხოლო მოსახლეობა, რომელიც დაიმალა მეჩეთში, აჩეხეს. იმ დროიდან ამ მეჩეთს ქვია მოწამეთა მეჩეთი. როგორც იქნა ოპერატიულად კორდობას ამირა ბოლოს აგროვებს ჯარს და ეწევა ვიკინგებს სივილიასთან. ვიკინგები ხდებიან გემებზე და მიდიან მაღლა მდინარეზე. შესაბამისად, რაღაც მომენტში ვიკინგები გადმოდიან გემებიდან და უკვე არაბებმა, ასე ვთქვათ, მავრებმა გამოიყენეს თავის საყვარელი ილეთი. მოჩვენებითი უკან დახევა. მათ დაიხიეს უკან და ვიკინგები გაეკიდნენ მათ კვალდაკვალ. და ახლა სადაც მდებარეობს სივილიის აეროპორტი, იქ საშინელის სასაკლაო შედგა. და კორდობას ამირას ჯარმა იქ გაიმარჯვა. ზოგიერთი მონაცემებით მათ 1000 ვიკინგი მოკლეს. 400 ვიკინგი დაატყვევეს, სხვა მონაცემებით კი 500 მოკლეს და 100 დაატყვევეს. რა თქმა უნდა, ეს ციფრები იმ დროისთვის შემზარავია. ვიკინგების ნაწილმა მოასწრო უკან დახევა. გემებზე ჩაჯდომა და ნადავლით წასვლა დაბლა მდინარეზე, ოკეანისკენ. ტყვეები და უყონებლივ სიკვდილით დასაჯეს, რა თქმა უნდა, ხოლო ტყვეების თავები ჩამოკიდეს პალმებზე დასაშინებლად. ერთ-ერთ საგაში მაქვს საკითხული, არაბები ამაყობდნენ, რომ იმდენი ვიკინგები ჩამოკიდეს ხეებზე, რომ მათ თოკები არ იყო დანარჩენების ჩამოსაკიდად. პირველი რაც გამოირჩევა ვიკინგების დრაკარი, ეს ძალიან მოსახერხებელი ხომალდია. ის ძალიან დაბალი ჯდომითაა. ის საკმაოდ დიდია. ისინი იყვნენ სხვადასხვა ზომის, მაგრამ ყველაზე დიდები იტევდნენ 180-მდე მეომარს. ხოლო დაბალი ჯდომა ეს არის შესაძლებლობა შეერწყა ჰორიზონტის ხაზს. ისინი ყოველთვის უახლოვდებოდნენ ნისლიდან, რაც უზრუნველყოფდა მათთვის ამ მოულოდნელობას. ვიკინგებთან დაკავშირებით მუშაობდა დაზვერვა. თავიდან მოდიოდა პატარა გემები, გადმოსხამდნენ ადამიანებს ვაჭრების სახით. ადამიანები ერეოდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და ინიშნავდნენ. ამადამ რიცხვში იქნება რელიგიური დღესასწაული. ამადამ დღეს ბაზრობა, ხოლო ამადამ ადგილას იწყება მღელვარება ადგილობრივი ვიღაც ფეოდალის მიმართ. მოსახლეობა გატაცებული ამ მღელვარებით შეიძლება თავდასხმა და შესაბამისად ისინი ნისლიდან უხმოდ გამოვიდოდნენ, წამიერად აიღებდნენ ციხესიმაგრეს იარიშით და მიდიოდნენ უკან. ამისთვის გამოიყენებოდა ბალისტები, სატყორცნი ყველანაირი მექანიზმი, რომელიც ტყორცნიდან ქვებს, კაუჭები, რომლებიც ებაუჭებოდნენ ციხესიმაგრის კონგურებს და შლიდნენ ციხესიმაგრეს ნაწილებად. არსებობს მყარი მოსაზრება, რომ ვიკინგები კიდევ ძვრებოდნენ ნაჯახების საშუალებით. მაგალითად, ციხის ხის ჭიშკარი. მას შეარჭობდნენ ნაჯახებს, ზოგი ვიკინგი აზღვევენ თავდასხმელებს ფარით და აი კუს ფორმის ქვეშ ფარებისგან დაფარული შერბიან შიგნით ადამიანები. ალბათ ფილმებშიც გაქვთ ნანახი მსგავსი რამ. არის ისტორიული მოწმობები, რომ მსგავსი შემთხვევა პარიზის ალყის დროსაც მოახდინეს. მოკლედ, ელვისებურად ვიკინგები იღებდნენ ციხესიმაგრეებს. მათ გამოარჩევდა უზადო დისციპლინა. მეთაურები იძლეოდნენ მკაფიო განკარგულებებს და უბრალო ვიკინგები მკაფიოდ მიყვებოდნენ მას. ეს ძალიან დისციპლინებული არმია. ეს არის არმია, რომელმაც იცის თანაბრად კარგად ჩხუბი ხმელეთზეც და წყალზეც. მავრები ვიკინგების პირველი ამაოხრებელი ნარბევის შემდეგ ააშენებენ თავის ფლოტს და მათ ექნებათ უპირატესობა, ეგრეთ წოდებული ბერძნული ცეცხლი. ისინი გამოიყენებენ ნავთის ტიპის ნივთიერებებს ცეცხლმფრქვევის დროს, მაგრამ როდესაც იქნება მიახლოება მავრიტანული ხომალდების და ვიკინგების ხომალდების, ამ აბორდაჟში ხელშარტულ ბრძოლაში ვიკინგები მაინც გაიმარჯვებენ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამირას ფლოტმა მას შემდეგ, რაც ვიკინგებმა გაძარცვეს ყველაფერი და დაწვეს ანდალუსიის მთელი სანაპირო,
ამირამ ააგო 300-მდე ხომალდი და დაითირება დისციპლინირებული მეზღვაურები. აქ არის მოწმობა, რომლის შესახებაც იძახიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, რომ აქ ვიღაც ესე იგი ვიკინგი ჩამორჩა თავის გუნდს, ის შეერია ადგილობრივ მოსახლეობაში დაოჯახდა და ასე შემდეგ. ალბათ საუბარია 859 წლის ლაშქრობაზე, რომელიც განახორციელეს ვიკინგებმა ბიორნ რკინისგვერდის წინამძღოლობით. მათ დაწვეს გალისია, შემდეგ ისინი მივიდნენ ანდალუსიამდე. იქ ისინი შეეჯახნენ ამირას ფლოტს. ვერ მოახერხეს მათ გადმოსხდომა და გაცურეს აფრიკაში გიბრალტარის გავლით. 20 დღის განმავლობაში ძარცვავდნენ და წავდნენ მაროკოს. შემდეგ ისინი მოცურდნენ ბარსელონას მიღმა ტორტოსაში და გაიყვნენ ორ ნაწილად. ერთი ნაწილი წავიდა ბიორნ რკინისგვერდას წინამძღოლობით. ეს ნაწილი წავიდა გასაძარცვად და დასაწვავად პროვანსის. დაიცვა ნიმი, დაიცვა მონპელიე და წინ ვიკინგები იტალიამდეც კი მივიდნენ და ძარცვეს პიზა. ხოლო მეორე ნაწილი გადმოჯდა. ავიდა მდინარით პამპლონამდე, ეს იტალიის ჩრდილოეთია. და იქ ტყვედ აიყვანეს ნავარას მეფე. რაღაც რაოდენობის 1000 ოქროს სანაცვლოდ ვიკინგებმა მიიღეს გამოსასყიდი და წავიდნენ უკან. უკანასკნელი დაფიქსირებული ნარბები ვიკინგების ესპანეთის ტერიტორიაზე, ეს არის 968 წელი. ეს ისევ გალისია. ვიკინგები გადმოსხდნენ და წინააღმდეგობის შეხვედრის გარაში გაძარცვეს სანტიაგო დელ კომპოსტელაც და ყველა სანაპირო მონასტერიც. დაწვეს და იქვე გამაგრდნენ. ისხდნენ იქ 2 წლის განმავლობაში, სანამ გალისიის გრაფი არ გამოვიდა მთავარი ჯარებით და მხოლოდ 2 წლის შემდეგ მან ისინი იქიდან გამოყარა. სხვათაშორის ამ საშინელი ლაშქრობებით მართლაც ვიკინგებით აშინებდნენ ბავშვებს. მათ მიიჩნევდნენ სატანის ნაშიერებად, იმიტომ რომ ისინი იყვნენ წარმართები. ისინი ჩეხავდნენ ხალხს სახლებშიც, ტაძრებშიც და კათოლიკური დღესასწაულების დროსაც. მათთვის სულ ერთი იყო. ეს რქიანი ჩაფხუტები ვიკინგების ერთ-ერთი ვერსიით მოიფიქრეს სწორედ ბერებმა, რომ ეს სატანის შვილები არიან, რომლებიც რქიანი ჩაფხუტებით გადმოდიან. არც ერთ სამარხში ვიკინგების რქიანი ჩაფხუტი ნაპოვნი არ ყოფილა. შესაძლოა ისინი გამოიყენებოდა რიტუალურ ჩაფხუტებში, მაგრამ ბრძოლაში ვიკინგები მათ არ ატარებდნენ. ეს ყველა ფეხბურთის გულშემატკივარი დანიის, ისლანდიის, ნორვეგიის და შვედეთის რქიანი ჩაფხუტებით ეს ფეიკია. არანაირი რქიანი ჩაფხუტები ბრძოლაში ვიკინგებს არ გამოუყენებიათ. ეს ძალიან მოუხერხებელია. ამიტომ ეს რა თქმა უნდა ისტორიული ლეგენდაა. აი ერთი ვერსია, რომ ის დაიბადა შუა საუკუნეებში ბერებისგან, რომლებიც ამგვარად ამბობდნენ, რომ ესენი რქიანი სატანისტები არიან. მეორე ვერსია ეს უკვე რომანტიკული პოეზია, მე-19 საუკუნის ლიტერატურა, სადაც ვიკინგების აი ასე რომანტიზირება მოახდინეს. და აი ეს მრისხანე წვერიანი ადამიანი ნაჯახები წორებოდნენ კედლებზე, ჟლეტდნენ მოსახლეობას, ნადავლს ყრიდნენ დრაკარებში და მიდიოდნენ. იწყებს ევროპა ლოცვას. გვიხსენი გადაგვარჩინე ნორმანებისგან, იმიტომ რომ არაფერია შესაძლებელი მათთვის დასაპირისპირებლად. კიდევ ერთხელ, ფრანკთა იმპერია დაიშალა, იქ შინაომია. ვიკინგები კი ზუსტად ამით სარგებლობენ. ახლა კი იწყება ყველაზე საინტერესო. ვიკინგების პირველი ლაშქრობები, ეს არის ძარცვა და წასვლა თავისთან ზამთარში. და შემდეგ შენ, ესე იგი, სვა, ჭამ ყველაფერს რაც გაძარცვე, უსმენს კალდებს და კარგად ცხოვრობ მომავალ ივნისამდე. ივნისში შენ ისევ გადიხარ ზღვაში. რაღაც მომენტში ვიკინგები ხვდებიან. მოიცა კაცო, რისთვის წავიდეთ სახლში? შეხედე ამ უაზრო ადამიანებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა. მოდით, მაშინ ზამთარიც აქ გავატაროთ. ვიცხოვროთ ამ სახლებში. ყველაფერი იწყება ირლანდიაში, შემდეგ ეს გრძელდება ინგლისში. შემდეგ ისინი სახლდებიან სენას შესართავთან და ცხოვრობენ თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე. მოკლედ, არავინ არ უწევს წინააღმდეგობას. მხოლოდ არაბები. ესე იგი, ჯერ ვიკინგები იღებენ ლისაბონს, შემდეგ ისინი ჩავლენ დაბლა, ადიან მდინარით და მიაღწევენ სივილიას. და მხოლოდ იქ მავრები გაუწევენ მათ წინააღმდეგობას და ჩეხავენ მათ. და 300 ადამიანს ჩამოკიდებენ მოაჭრიან თავებს და ზოგიერთ თავებს გააგზავნიან თავისთან ჩრდილოეთ აფრიკაში. შეხედეთ, როგორ გასაოცარ წვეროსნებთან ვომობ ჩვენ აქო. არავინ არ უწევს მათ წინააღმდეგობას გარდა არაბებისა, იმიტომ რომ არაბები ზოგადად უფრო დისციპლინირებულები არიან. მათ უფრო მკაფიოდ აქვთ სტრუქტურირებული ჯარები. და აი ვიკინგები იწყებენ დასახლებას ევროპაში. ისინი უკვე არსად არ მიდიან. ანუ ევროპელებს უკვე აღარც მშვიდი ზამთარი აქვთ. ყველანი ფიქრობდნენ,
ახლა ზაფხულია ვიკინგები მოვლენ, მაგრამ აი ზამთარში ხომ მაინც შეიძლება ცხოვრება, აღარავინ მოდის. არანაირი ზამთარი მეტეორობისთვის აღარ არის. ისინი ძარცვენ უბრალოდ ყველაფერს გონზე მოусვლელად, რასაც ქვია. ისინი ცხოვრობენ იქვე, მდინარეებზე მაღლა ადიან. რაღაც მიაქვთ და ბრუნდებიან უკან. თანაც მათ წინააღმდეგ შეუძლებელია ორგანიზება რაიმე სადამშელო ლაშქრობისთვის. ხომალდი უფრო სწრაფია ვიდრე ცხენი. ამიტომ თუ კი სადღაც იქ იკრიბება რაღაც ჯარი, ისინი თავის დრაკარებში შეხტებიან და წავიდნენ. მორჩა გაცურეს. მათი დაჭერა საერთოდ შეუძლებელია. ყველაზე დიდი კითხვა: როგორ შეიძლება ამ ხომალდით მიცურვა ისლანდიის ნაპირებამდე ან ამერიკის ნაპირებამდე? ხო, ვიკინგებმა როგორც ჩვენ გვესმის აღმოაჩინეს ამერიკა. დიახ, ვინლანდი. ვინც არ იცოდა ეს კოლუმბამდე მოხდა. ხო და როგორ მიცურავდნენ ისინი იქამდე? როგორი შეიძლება იყოს ნავიგაცია? უზარმაზარი ტალღები, ჩრდილოეთის ზღვები, ნისლი, სადღაც აისბერგები, სადღაც სანაპირო წყლებში არსებული ყინულები. მაგრამ არსებობს რამდენიმე განსაზღვრება. პირველი, ვიკინგები მიემართებოდნენ რა საზღვაო ლაშქრობებში, ორიენტირებდნენ სანაპირო ხმელეთის მოხაზულობით. მაგრამ ეს ძალიან კარგია, როდესაც შენ მიცურავ რომელიღაც ქალაქის გვერდით, მაგალითად ამჟამინდელი დიუნკერკის. დიახ და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ლა-მანში ყოველი მხრიდან ჩას ხმელეთი. აქ გაქვს საფრანგეთი, აქ გაქვს ინგლისი. შენ დაახლოებით შეგიძლია ორიენტირება. მაგრამ წარმოვიდგინოთ ატლანტიკა. ის უსაზღვროა ფაქტობრივად. ვარსკვლავებით და მზით ასევე გაუგებარია, როგორ შეიძლება ნისლში ვარსკვლავებით და მზით ორიენტირება. და აი არსებობს ისევ ლეგენდა, რომელიც როგორც ამჟამინდელი მეცნიერები თვლიან, სრულიადაც არ არის ლეგენდა. ეს არის ეგრეთ წოდებული მზის ქვა ან ისლანდიური შპატი. ეს არის ისეთი გამჭვირვალე მინერალი, რომელსაც ისინი სვამდნენ კერამიკულ წრეში და მზის გარდატეხის დახმარებით ისინი ცდილობდნენ რაღაცნაირად გამოეთვალათ თავისი მარშრუტი. ეს ყველაფერი ვარაუდებია. მაგრამ მე მგონია, რომ თავარი იყო უნარი ან უნარის გადაცემა. მაგალითად, ძველი მეზღვაურები გადაცემდნენ თაობიდან თაობას თავის უნარს. მაგალითად, ნუ რა, გავცუროთ დღეს იქით, ამა დაამხარეს. დანიიდან გავცურეთ ინგლისში, წავიყვანეთ ინგვარი, ის გამოცდილი კაცია. მან ჩვენ უკვე 10 ჯერ წაგვიყვანა. მან დაახლოებით იცის როგორ. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით ეს სადღაც ასე იყო. გასაგებია, რომ კიდევ იყვნენ ჩიტები. ყველა გემზე იყვნენ ყორნები. თუ შენ დაიკარგე, შენ მას გაუშვებ და ის არ დაბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხმელეთი ახლოსა. ხოლო თუ დაბრუნდება, მერე რა? ეს შუა საუკუნეების ჯადოქრების დასჯას მოგვაგონებს. როცა ჯადოქარ ქალს ცეცხლზე წვავდნენ, იძახდნენ, თუ ჯადოქარია ცეცხლიდან გამოვა და თუ ვერ გამოვა და დაიწვა, ესე იგი ადამიანი ყოფილა. ზუსტად რაღაც ამდაგვარი სიტუაცია. ნუ ესეც ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი იყო ალღუთი. და ჩემი აზრით ეს უნარის გადაცემა თაობიდან თაობაში. მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, ისინი ამ გემებით, დრაკარებით დაცურავდნენ ნაკეთიკით. ნერგავდნენ, თესავდნენ სრულიად საოცარ საშინელებას და მოჰყავდათ შიში მთელი ევროპა. და პრაქტიკულად ევროპის მთელი რუკა გადააკეთეს, როგორც მოგვიანებით გავარკვევთ. 845 წელი. ეს არის ზოგადად ერთ-ერთი ასეთი უმაღლესი წერტილი, როდესაც იწყება ტერორის ეპოქა. აი ამ დაუჟელი ვიკინგების, რომლებსაც ვიკინგები დაუქვემდებარებენ ევროპას კიდევ 2 საუკუნე. 845 წელს არმია რაგნარ ტყავიშარლის სარდლობით იპყრობს და წვავს ქალაქ პარის. რაგნარი ნახევრად ლეგენდარული მეფეა ვიკინგების. მოდი ვთქვათ, წინამძღოლი ვიკინგების. რატომ ტყავის შარვალი? ესე იგი, ის ბავშვობაში თითქოს რაღაცნაირად ჩავარდა გველების ბუდეში, მაგრამ მას ისეთი შარვალი ჰქონდა, რომელიც დედამ შეუკერა. ხარის, ესე იგი, ტყავისგან, რომ გველებმა ვერ უკბინეს. როგორც ჩანს, კბენენ მხოლოდ ფეხებში. და შესაბამისად ის გადარჩა. და აი ეს გასაოცარი ადამიანი წვავს და იპყრობს პარის და იღებს კიდევ ამის შემდეგ საფრანგეთის მეფისგან 7000 ვერცხლს. ეს რაღაც სრულიად წარმოუდგენელი თაღაა. ამის შემდეგ ვიკინგები საერთოდ ვარდებიან რაღაც ეიფორიაში. ევროპა იწყებს მათთვის ხარკის გადახდას. ვიკინგები მიცურავენ მაღლა სენაზე, ან მიდიან დაბლა სენაზე, ან სხვა ქალაქებში, ესე იგი ზღვისპირა ქალაქებში.
ადამიანები იწყებენ ხარკის გადახდას. ნუ გაგძარცოთ გეთაღვა აი თქვენი ფული. ეს რა თქმა უნდა სრულიად დამამცირებელია, მაგრამ თქვენი მოკლაც არ არის საჭირო. თქვენთან შეიძლება მხოლოდ მოსვლა და გაძარცვა. და მოკლედ 855 წელთანაა დაკავშირებული ლეგენდა დიდი არმიის შესახებ ვიკინგების. დიდი წარმართების არმიის შესახებ, როგორც მას შუა საუკუნეების ქრონისტები უწოდებენ. ესე იგი ეს კაცი ტყავის შარვალში რაგნარი მან გაძარცვა რა პარიზი, წავიდა დაბლა სენაზე, ნორმანდიისკენ, ამჟამინდელი ნორმანდიის ტერიტორიისკენ. და იქ მან იძარცვა და ასე რომ ვთქვათ, მასთან მიმხრობილ ბანდიტებთან ერთად მან გადაწყვიტა, რომ რამდენჯერ უნდა გავძარცვოთ ეს საფრანგეთი. მოდი ახლა წავიდეთ ინგლისში და ეს დიდი წარმართების არმია ჩამოდის ინგლისში. და ინგლისში ის გამოდის ნორტუმბრიაში. 865 წელს იქ არის ადგილობრივი მეფე ელა. ვიკინგების გემები ჯდებიან მეჩეთზე. ადგილობრივმა მეფემ ზოგიერთი ვიკინგი სადაც მიაბინავა, ხოლო თავად ჩვენი ამხანაგი ტყავის შარვალში გასწირა ტანჯვილი სიკვდილით. ლეგენდის თანახმად, როდესაც ვიკინგმა მას უთხრა, რომ მე ვარ რაგნარ ტყავის შარვალი, და აი ასეთი ლეგენდა არსებობსო. ამ მეფემ კითხვა, ეს ლეგენდა მას როგველები ვერ ეკარებიან, ხო? მოდით ვნახოთ. რაგნარი ჩასვეს ორმოში შხამიანი გველებით, რომლებმაც რაგნარის სიკვდილამდე დაკბინეს. და ზუსტად ასე მან მიიღო ასეთი ტანჯვილი სიკვდილი. მისი ვაჟები ივარ უძლო, ეს ფანტასტიკური სახელია, ზოგი თვლის რომ ის იტანჯებოდა ხრტილოვანი ძვლების დარბილებით, ან მსგავსი რამ, როგორც მემკვიდრეობითი რაღაც მუტაცია, რაღაც მუტაგენი ქონდა მას. და ჰალფდანი, ეს მეორე ვაჟია ტყავის შარვლიანის. ისინი კრებენ დიდ არმიას. იქ უკვე უზარმაზარი რაოდენობა 200-300 ხომალდი და მთელი სიმძლავრით ეს დიდი არმია თავს ესხმის ინგლისის ტერიტორიას. ისინი იპყრობენ 867 წელს იორკს. მოკლედ 10 წლეულების განმავლობაში ისინი პრაქტიკულად ინგლისის ტერიტორიის დიდ ნაწილს იპყრობენ. ინგლისელები მათ უწოდებენ დანიელებს. ისინი არ არჩევენ არანაირ შვედებს, ნორვეგიელებს, ყველანი არიან დანიელები. ან დანები უფრო ზუსტად რომ ვთქვათ. მოკლედ დანები იპყრობენ გარკვეულ ტერიტორიას და ამგვარად კიდევ საუკუნეები ისინი ფლობენ ინგლისის დიდ ნახევარს. ამით დიდი წარმართული არმია, ან ვიკინგების დიდი არმია არ ასრულებს თავის მუშაობას პირდაპირ ეთერში. ისინი გაძარცვავენ ინგლისს. ისინი ბრუნდებიან საფრანგეთში. ეს უკვე 895 წელია. 20 წლის შემდეგ უზარმაზარი არმია სიგფრიდისა და როლონის წილამწყრობით, როლონ ფეხით მოსიარულე, მავალი. რატომ ფეხით მოსიარულე? ამბობენ ის იმდენად უზარმაზარი იყო, რომ ვერ უძლებდა ვერც ერთი ცხენი. და უბრალოდ აი ეს არმია 895 წელს ალყას არტყამს პარიზს. ისინი ძალიან სწრაფად უახლოვდებიან ქალაქს. სანამ პარიზის გრაფი კრებს საიდანღაც კავალერიას, საიდან ქვეითებს, ჯარები უკვე შემოდიან პარიზის შემოგარენში და ბუნებრივია როლონი თითოეულ ნაწილს უმკლავდება. და როგორც ვიცით, ვიკინგების კეთილი ტრადიციით მოკლულებს ჩამოკიდებენ იქვე ხეებზე. სწირავენ რა მათ მსხვერპლად, ესე იგი ოდის, როგორც იტყვიან იაგონ ხარკი ღმერთებს, იმიტომ რომ ჩვენ მაინც ადამიანები ვართ, რომლებიც მორწმუნეები ვართ. ჩვენ ხომ უბრალოდ სხვანაირად არ შეგვიძლია, ამიტომ საჭიროა გაკეთდეს ადამიანის მსხვერპლშეწირვა. პარიზის აღება ვერ ხერხდება. ხელს უშლის ამას შავი ჭირი, რომელიც აზიანებს ორივე ბანაკს. და ასე რომ ვთქვათ, აქ არის ის მომენტი, როდესაც ვიკინგები უკვე იწყებენ უბრალოდ გამოზამთრებას დაპყრობილ ტერიტორიებზე. ისინი იდგამენ იქ ფესვებს. საფრანგეთის მეფე დებს როლოსთან ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას ქვია სენ-კლერ სიურ ეპტის ხელშეკრულება. რა არის მნიშვნელოვანი ამ ხელშეკრულებაში? ვიკინგებს ეძლევათ ნორმანდია. ახლა ეს მათი სამფლობელოა. ისინი დებენ ვასალურ ფიცს საფრანგეთის მეფის წინაშე. თანაც იქ მასთან დაკავშირებული სასაცილო ისტორია, რომ ფეხზე უნდა ეკოცნათ ფრანგი მონარქისტვის. მაგრამ როლო, როგორც ჩვენ ვიცით, უკვე მას ცხენიც ვერ იტევდა. და აქ ვიღაც საფრანგეთის მეფე, რომელიც უკვე ნახევარსამეფოსგანაა. ამიტომ მან თქვა, მე ფეხებზე კოცნას არ ვაპირებ, ჩემთვის ტეხავს, იმიტომ რომ მე ადამიანი ვარ, გაგებებით ვცხოვრობ. აი მყავს ჩემი კოლეგა, ეს თავად დაგიდევთ ფიცს. ხოლო თანამშრომელმა ფეხი აიცურა თუ სპეციალურად მეფეს ფეხებში ჩავლოხენ, რაღაც ესეთი მოხდა, მეფე წაიქცა. გასაგებია, დიახ, ეს დამამცირებელია, ხოლო გაკეთება არაფრის არ შეიძლება, იმიტომ რომ არ არის ძალები ვიკინგებთან საომრად.
და მათ ეძლევათ ნორმანდია. ამ მომენტში ვიკინგები იწყებენ ფესვების გადგმას. შემდეგ ევროპული ოინები, რა თქმა უნდა, გრძელდება. 968 წელს აუხრებული და დაწულია გალისია. სანტიაგო დე კომპოსტელას ეპისკოპოსს კლავენ. შემდეგ 980 წელს ეს არის თავდასხმები ინგლისზე. 986 წელს ისინი აღწევენ ვინლანდს, ანუ ჩრდილოეთ ამერიკის ნაპირებს და ცდილობენ მის კოლონიზაციას, მაგრამ წარუმატებლად. და აი აქ ზოგადად იწყება შემდეგი ისტორია. ვიკინგები იწყებენ მიწაში ფესვების გადგმას. რას ნიშნავს ეს? მას შემდეგ რაც როლო ფეხითმავალი იღებს ნორმანდიას, ის ხდება ნორმანდიის საჰერცოგო. მაგრამ მატიანეების მიხედვით ჰერცოგის ტიტულს ის არ ატარებდა. მას უწოდებდნენ პრინცეპს. მაგრამ მაინც ნებისმიერ შემთხვევაში ის ხდება კონტინენტური არისტოკრატია. რას ნიშნავს ეს? აი ის იждდება თავისთან ნორმანდიაში და თავად ცხოვრობს ხმელეთზე. და ახლა ჩამოვა საძმო, რომელსაც შეუძლია ისიც გაძარცვოს. პირველ რიგში ყველგან იწყება ნორმანდიაში ციხესიმაგრეების შენება, მდინარეების შესართავებში, ყურეებში, ყველგან სადაც ფლოტს შეუძლია მიდგომა. საჭიროა ტერიტორიის კონტროლი. მეფესთან შედახმებები ძალიან მარტივია. როლო გისრულობს ვალდებულებას ფრანგი მეფის წინაშე დაიცვას ის ვიკინგებისგან. გასაგებია, ხო, როგორ დაიცვას? არანაირად არ დაიცვას. მაგრამ ეს იძლევა დიდ თვალსაწიერს. მეფე გთხოვს შენ გამოუგზავნო მას ჯარი. შენ ეუბნები. მე ვერ გამოუგზავნი ძმურად, იმიტომ რომ მე აქ გჭირდება ხომ ვიკინგები რომ მოვიდნენ და დაგიპყრონ. აი, ღვინო და მარცვლეული პრობლემა არ არის. მე ხომ გჭირდება ჩემთვისაც მეომრები. ანუ ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ხომ ვინ ცხოვრობს ამ ტერიტორიას. ფრანგი მეფე კი სადღაც შორსაა. მე კი თქვენი აქაური ბრძანებელი ვარ. რასაც მინდა იმას გავაკეთებ. და შემდეგში რა ხდება? ჩამოდის საძმო როლოსთან. ნუ, როლო, როგორ გაქვს საქმე? გავიგეთ შენ აქ რაღაც ჰერცოგი თუ რაღაც მოგცეს. ის გეუბნება. არა რა, ჰერცოგი, ახლა მე რაღაც არისტოკრატი ვარ. და ზის ახლა ეს როლო, წვერია კაპრიშუმისამებრი და დანით ფრჩხილების დაჭრაც კი ასწავლეს მას. საძმო ეუბნება, ჩვენ ახლა პარიზი დასაწვავად მივდივართ, წამოხვალ ჩვენთან ერთად. ის ეუბნება, არა ძმურად ბიჭებო, ვერ წამოვალ, იმიტომ რომ მე ახლა თავად ამადგანი ვარ. ისინი ეუბნებიან, ეს როგორ შენ ამადგანი ხარ? ნუ მე მთლად ამადგანი არ ვარ, ნუ მე თქვენთან ვერ წამოვალ, იმიტომ რომ აქ ასეთი გაგებებია. ნუ სწორად გამიგეთ. ნუ ჩვენ გაგვატარე მაინც პარიზი დასაწვავად. ნუ ეს ბაზარი არა, ჩვენ ხო ნათესავები ვართ. აშკარა რომ დიახ, ეს ისევ არის გავლენის ეკონომიკა, ძალის ეკონომიკა და სტატუსის ეკონომიკა. ესე იგი, ვიკინგები ბრუნდებიან თავისთან ტერიტორიაზე და ამბობენ. მოიცა ხალხო, აბა ეს როლო ერთ-ერთი ჩვენგანია, ეს ხომ იყო ქურდი და შეხედეთ ახლა როგორი ჰერცოგია იქ. და ის ვიღაც სულელები პარიზიდან ჩამოდიან მასთან და იქ რაღაც გრაგნილებს მეფისგან უფრენენ. ის იქ ძალიან ამაღლდა. და ვიკინგები ამგვარად იწყებენ მცდელობას თავისი სახელმწიფოებრიობის მოწყობის. რა არის აღსანიშნავი? უკვე მეორე თაობაში როლოსთან ცოტაშორის მის ცოლს ერქვა პოპა. ალბათ იცინებს სრულიად მოსალოდნელია, მაგრამ ეს მართლაც ასე იყო. მას ცოლი ჰყავდა პოპა. მათ შეეძინათ ორი შვილი. ერთ-ერთ მათგანს ერქვა ვილჰელმი. რა არის აღსანიშნავი ამ სახელში? ეს ფრანკული სახელია. ეს უკვე არანაირი არ არის ჰაროლდი, არც სვენ ყურებიანი, არც ბარბოს სამკბილიანი. ეს აბსოლუტურად ევროპული სახელია. ისინი ასიმილირდებიან და ზუსტად ასევე შედის მათ ცხოვრებაში ქრისტიანობა. დიახ, დიდხანს ვიკინგები ეთაყვანებოდნენ ორ ღმერთს. აი აქ არის იესო ქრისტე, ხოლო აქ ჩვენთან არის ოდინიც. ჩვენ მას ყოველი შემთხვევისთვის ასევე გადაუტვირთეთ 25 გვამი, რომ ის არ განაწმენდეს. ნუ ისე უბრალოდ ყოველი შემთხვევისთვის, ასე უფრო მოსახერხებელია. როგორ მოდის ქრისტიანობა? ეს ხომ ასევე არის სტატუსის ამბავი. რაღაც მომენტში შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. უბრალოდ დაუშვათ. ნუ აი იქ იგივე როლო ჯდება, რომელიღაც ეპისკოპოსთან და ეუბნება. მითხარი შენ ეპისკოპოსო, რატომ ხარ ეპისკოპოსი? ის ეუბნება, ნუ როგორ მე შუამავალი ვარ ღმერთსა და ადამიანებს შორის. უბრალო ადამიანებს შორის შუამავალი, რა თქმა უნდა, რომის პაპია, ჩემი ხელმძღვანელი, მაგრამ მეც ხომ აქ ზოგადად ვუძღვები სამწყწოს. და რა ისინი შენ გემორჩილებია? რა თქმა უნდა მემორჩილებია. მაიცა და როგორ გამოდის? აი არის მეფე და აი შენ და რა არის თქვენ შორის განსხვავება? ის ეუბნება, ეს სამეფო ხელისუფლება ის ხომ უფლისგანაა. მას ხომ აკურთხებს რომის პაპი, მას გვირგვინს აძლევს, ანუ ყველაფერი ტაძრის მეშვეობით კეთდება.
და ამ დროს როლო ხდება, რომ ტაძრებს მოაქვთ მნიშვნელოვანი რამ. მათ დააკანონეს ხელისუფლება ამ ადამიანის, რომელმაც შემოუცვალა ფეხი წამოუდო იმას, საფრანგეთის მეფეს. ესე იგი, მეც მჭირდება რაღაცნაირად აქ ყოფნა, იმიტომ რომ ასე გამოდის, რომ ჯერჯერობით მე არ ვარ ნამდვილი მეფე. და აქედან იწყება ტაძრების შენება, იწყება ქრისტიანიზაცია. კიდევ ერთხელ ყველაფერი სტატუსისთვის. გუშინ შენ ბანდის მეთაური იყავი თუ კონუნგი, შენ ქვეშ 25 ასეთივე ჯგუფია, ხოლო დღეს შენ უკვე სრულიად თავისთვის ევროპული ელიტა ხარ. და ისინი აორგანიზებენ აქ ნორმანდიაში ნორმანდიის საჰერცოგოს. დაბლა სიცილიაში მათ დააორგანიზეს სიცილიის სამეფო. და ამით ნორმანები ხდებიან მონაწილეები აი ამ არისტოკრატიული დიდებული პროცესების, რომლებიც ხდება ევროპაში. აქ უნდა ითქვას კიდევ სლავების მიწებზე. დიახ, იმიტომ რომ არის ერთ-ერთი მყარი თეორია ნორმანული წარმოშობისა კიევის რუსეთში. ვიკინგები ახდენენ კოლონიზაციას არა მხოლოდ ევროპის, ატერორებენ სანაპიროებს ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვის და კასპიის ზღვისაც კი. ანუ სლავები დაიტაცეს მონობაში, მიიყვანეს ხაზარეთამდე, ანუ ვოლგის ბულგარეთამდე და იქ გაყიდეს სამაგ ფასად, იშოვეს ფული. აი ასე ხდებოდა ეს. გზა ვარიაგებიდან ბერძნებამდე. ის ასეც იყო ფორმირებული. აი ის ვარიაგებიდან მიდის ბერძნებში. ეს არის სავაჭრო გზა, ხოლო ისინი ვაჭრობდნენ სხვადასხვა ნივთებით, აბრეშუმით, იარაღით, ადამიანებითაც. ასე რომ ვთქვათ, ვიკინგები მთელი ეს გზა ვარიაგებიდან ბერძნებამდე გადის ნოვგოროდზე. ის გადის სლავების მიწების ტერიტორიაზე, მათ მდინარეებზე. რაშია კიდევ უპირატესობა ვიკინგების გემების? ისინი თანაბრად კარგებია როგორც ზღვაში, ასევე მდინარეშიც. ისინი სრულიად ნორმალურად დადიან ყველგან. გადმოცემით ვიკინგები, ვარიაგები იპყრობენ ნოვგოროდს და წვავენ მას და იპყრობენ მასზე მიმდებარე მიწებს. ასე რომ ვთქვათ, რაღაც მომენტში ნოვგოროდელები ისევ მოდიან გონს და ოკუპანტებს დევნიან. რადგან ნოვგოროდი ხვდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, 862 წელს ისინი იწვევენ თავისთან რიურიკს. და ვინ არის ეს რიურიკი? რატომ იყო რომ ყველა ხელმწიფეები რუსეთში იძახდნენ, ჩვენ რურიკოვიჩები ვართ? აი ისინი, რომლებიც რომანოვებამდე იყვნენ. მათი გვარი არის რურიკისგან. რურიკი რა არის? რურიკი ეს არის სახელი, რორიკ. რორიკი არის აბსოლუტურად ნორმალური სკანდინავიური სახელი. და ასეთი ერთ-ერთი ვიკინგი, რომელიც ჩაჯდა ნოვგოროდში, ის არაფრით არ განსხვავდება როლო ფეხით მავლისგან, რომელიც ჩაჯდა ნორმანდიაში. ან რომელიღაც სხვა ვიკინგი, რომელიც ჩაჯდა სიცილიაში. აი ამგვარად იდგავენ უკვე მიწაში ფესვებს ვიკინგები. და ამასთან არის დაკავშირებული ვიკინგების ეპოქის დაისიც. მითი მათი უძლებლობის შესახებ იწყებს დნობას. იმიტომ რომ ევროპელი სახელმწიფოები ინგლისიდან საფრანგეთამდე იწყებენ რეგულარული არმიების შეკრებას. და რეგულარული არმიები, იმიტომ რომ ვიკინგები თუ კიდევ ერთხელ გადმოსხდებიან გემებიდან, მათ დახოცავენ. ისინი ქვეით მწკრივში კარგად შეხავენ ხალხს, მაგრამ როცა ცხენოსნებთან აქვთ კავშირი, ისინი არ არიან ასეთომ შეგუებულები. რეგულარული არმია ვაკეზე მათ ამარცხებს. მეფეები იწყებენ მდინარეების შესართავების და ყურების გამაგრებას. მონასტრები და ქალაქები იწყებენ გადასვლას ძირითადად ტერიტორიის სიღრმეში, რომ მდინარიდან მათი ხელში ჩაგდება შეუძლებელი იყოს. შემდეგი მომენტი. ვიკინგების ცხოვრებაში შედის ქრისტიანობა და შედის ტიტულები, რომლებსაც მათ ურიგებენ. ეს კიდევ ერთი მომენტია, რომელიც საკმაოდ ძლიერ გავლენას ახდენს ვიკინგებზე და ეს მათი მომთაბარე მძარცველობითი ცხოვრების წესი სრულდება. ვიკინგები ხდებიან სრულიად თავისთვის მონაწილეები უკვე ევროპული პოლიტიკური ცხოვრების. რა თქმა უნდა, ისინი კიდევ ომობენ, მათ შინაომები აქვთ. ისინი ერთმანეთის ჩეხვას იწყებენ ნორვეგიის ტახტისთვის. ეს არის მე-11 საუკუნე. მაშინ იწყება ფორმირება დანიის სამეფო, ნორვეგიის სამეფო. დანიელებს სხვათა შორის თუ დაელაპარაკებით, ისინი ყოველთვის გეტყვიან თუ ცოტა ნასვამები არიან. ნორვეგიელები ვინ არიან ეს ნორვეგიელები? ეს ჩვენი ტერიტორია იყო. ჩვენ მივდიოდით და მათ იარლებს ვჩეხავდით თივასავით. და ისინი ყოველთვის გვიჩოქებდნენ. და შეხედე ახლა მათ რაღაც ნავთობი აქვთ ამათ და მოუკიდებლობა მოუნდათ. ჩვენ კი აქ დანიელები ვართ, ჩვენ ვიყავით თავარი ვიკინგები. ნორვეგიელები კი საპასუხოდ გეტყვიან იგივეს. მაგრამ მიუხედავად ამისა იწყება ფორმირება ამ სახელმწიფოებრიობის. შვედეთში, ნორვეგიაში, დანიაში. ეს ყოფილი ბანდ ფორმირებები უკვე იძენენ მონარქის ნიშნებს. და რაც ყველაზე მთავარია, ფულს.
დიახ, ჩვენ დავიწყეთ იმით, რომ ვაჭრობა უკეთესია ვიდრე მიწათმოქმედება, იმიტომ რომ მას მოაქვს მეტი ფული. მონათვაჭრობა უფრო უკეთესია უბრალო ვაჭრობაზე, იმიტომ რომ მოაქვს კიდევ უფრო მეტი ფული, ხოლო სხვისი საკუთრების ხელში ჩაგდებას მოაქვს უფრო მეტი ფული ვიდრე ყველანაირ დანარჩენს. როგორც კი ფულადი ურთიერთობები შეიცვალა, ძარცვა გახდა შეუძლებელი. ვიკინგებმა მიატოვეს ის, რამაც შეწყვიტა მათთვის მოგების მოტანა. საბოლოო ჯამში, თუ შენ ნორმანდიის ჰერცოგი ხარ და არა ბანდის მეთაური, შენ გაქვს ტერიტორია, შენ გყავს გლეხები, შენ უკვე გაქვს შემოსავალი, რომლებსაც შენ, ზოგადად რომ თქვათ, ომის გარეშეც გიიღებ. ეს ბევრად უფრო მომგებიანი და უსაფრთხოა. ესეც გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ვიკინგების ეპოქის დაისის. ბევრი ქირავდება დაცვაში, პირად გვარდიაში, კონსტანტინოპოლში ომობენ. ზოგი ვიკინგები მიდიან არაბებამდეც. არაბების ჯარში არიან ვიკინგური რაზმებიც. მაგრამ ეს ყველაფერი უკვე ატარებს სრულიად ნაწილობრივ ხასიათს და ვიკინგების ეპოქა იწყებს ჩაქრობას. მის ფინალურ თარიღად ითვლება 1066 წელი, როდესაც ჰარალდ ჰარდრადი შეიჭრა ინგლისში. განიცადა მარცხი, მისი ჯარი განადგურებული იქნა. მაგრამ იმავე 1066 წელს გარკვეული დროის შემდეგ ნორმანდიის ჰერცოგი ვილჰელმ დამპყრობელი შთაომავალი სწორედ იმ როლოფეხითმავალის და მისი ცოლი რომ პოპარო ერქვა გადმოდის ინგლისში, იპყრობს ინგლისს და აი ეს ნორმანელი დამპყრობლები ხანგრძლივი საუკუნეებით ხდებიან ინგლისის ბრძანებლები. და ამგვარად ბიჭებისგან, რომლებიც ოდესღაც მყიფე გემებით მიცურავდნენ მონასტრამდე, რომელიც დაწვეს და გაძარცვეს ვილჰელმ დამპყრობლამდე. აი ასეთი იყო ვიკინგების გზა. რა დაგვიტოვეს ვიკინგებმა მემკვიდრეობად. მათ ზეპირ ძეგლებზე უკვე ზემოთ ვილაპარაკეთ და აქ მინდოდა მიმემართა მაინც ციტატებისთვის, იმიტომ რომ მე დაგვირდით ციტირება უფროსი ეტასი. ამოვიწერე ზოგიერთი ციტატა, რომელსაც ახლა გეტყვით. ეს ძალიან ახლოსა ამ ძმურ გაგების კოდექსთან. ანუ მთელი ეს ძმური კოდექსი ხომ ცხოვრებიდან აღებული. ქუჩა ცხოვრობს ზოგადად მგლის კანონებით და ვიკინგებიც ასე ცხოვრობდნენ. აი შეხედეთ რა წერია უფროს ედაში. ვისაც დუმილი არ შეუძლია, ის ზედმეტ სიტყვებს ისვრის. სწრაფი ენა მოიტანს უბედურებას, თუ კი მას არ შეიკავებ. რას ნიშნავს ეს? ბაზარი დააწმინდავე, ბიჭო. შემდეგი, კმაყოფილია დამცინავი, თუ კი სტუმრის წყენინებით გაქცევა მოახერხა. დამცინავმა ასეთმა არ იცის, რომ შეიძინა მრისხანე მტრევე. ეს რას ნიშნავს? ესე იგი, თუ შენ ვინმე სადმე აწყენინე და ფიქრობ, რომ ეს შეგრჩება, მაშინ რა თქმა უნდა შენ დაგეწევა საძმო და საკადრისად დაგსჯის. შემდეგი, ადამიანები მეგობრებად ითვლებიან, მაგრამ ხანდახან ნადიმზე ჩხუბობენ. უთანხმოებები ყოველთვის მზადაა გაჩნდეს. სტუმარი ჩხუბობს სტუმართან. ესეც რა თქმა უნდა სრულიად გასაგებია, რომ ნადიმზე საჭიროა ადევნო თვალყური საკუთარ სიტყვას და ქცევებს. შემდეგი, თუნდაც არ იყოს დიდი შენი სახლი, მაგრამ ეს შენია და მასში შენ ხარ ბრძანებელი. სისხლით იცლება გული იმათთან, ვინც ითხოვს მოწყალებას. ნუ პრაქტიკულად ნუ ენდობი, ნუ გეშინია, ნუ ითხოვ. ეს ციხის ცნობილი დევიზი. კიდევ ერთი, მამაკაცი ცოტა ხნითაც არ უნდა შორდებოდეს თავის იარაღს, რამე თუ საიდან იცი, როდის დაგეწევა გზაში შუბი. ესეც ასევე აბსოლუტური 90-იანების კოდექსია. იმიტომ რომ საჭიროა იარაღით სიარული. უცნობია, დღეს შენ წახვედი რესტორანში, ხოლო ყველაფერი დასრულდა სტრელკით, ან გარჩევებით. აი ზოგიერთი ამონაწერი უფროსი ედიდან, ასე რომ ვთქვათ გასაგებია, რომ ჩვენ უფრო ლიტერატურულად ვისაუბრეთ. მაგრამ შეგვიძლია ვიპოვოთ კავშირი მეფე სოლომონის ქებათა ქებასთან და ასევე შეიძლება რაღაც პარალელი ბუდიზმთანაც, ასევე შეიძლება ქრისტიანობასთანაც. მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველაფერი ეს უფრო გავს, რა თქმა უნდა, ღირსების კოდექსს. თუ გნებავთ ან გაგების ნაკრებს, რომლითაც ესე იგი ცხოვრობდნენ ვიკინგები. სკალდური პოეზია, რუნები, ეს ყველაფერი გამოიყენება თანამედროვე დიზაინშიც, განსაკუთრებით სკანდინავიურში. თხილამურები, თავად სიტყვას კირო, ეს არის სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ხის ფიცარს. ვიკინგები მათზე გადაადგილდებოდნენ თოვლზე, ოდესღაც გასართობად, ხოლო ოდესღაც იმიტომ, რომ საჭიროება მოითხოვდა.
თოვლზე სიარული ძალიან ძნელია, ხოლო თხილამურებზე გადაადგილება საკმაოდ ადვილია. მეზღვაურობა. სწორედ ვიკინგების გამო მავრებმა დაიწყეს თავისი ფლოტის შექმნა. ინგლისელებმა დაიწყეს თავისი ფლოტის შექმნა. ნორმანული ხომალდები, რომლებმაც 1066 წელს მოიყვანეს ვილჰელმ დამპყრობელი ინგლისის ტახტზე, აი ზუსტად იქიდანაა ინგლისი ზღვების მბრძანებელი და მერე ბრიტანეთი ზღვების მბრძანებელი. ყველაფერი ამის ფესვები ვიკინგების დაპყრობაშია. ვიკინგებმა გადააკეთეს ევროპის რუგა. როგორც გითხარით, აი აქ ნორმანდია, აქ სიცილია, აქ სლავები, აი ადამიანები, რომლებიც ზოგადად რომ ვთქვათ, ასე თუ ისე მართავენ საკმაოდ მნიშვნელოვან ტერიტორიებს ევროპის პოლიტიკურ რუკაზე. ნორმანულ დაპყრობას მიჰყავს ინგლისი ფეოდალური ურთიერთობების სისტემამდე. ესეც ზოგადად ჩანასახი ნორმანული შეჭრისა. იმავე ხელშეკრულებაში, რომელიც ფრანგმა მეფემ მოაწერა ხელი როლო ფეხით მავალთან. ეკონომიკური ტრადიციის ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის ქალაქები, ბევრი ირლანდიული ქალაქი იყო დაარსებული ვიკინგების მიერ. ზემოთ მოვიხსენიეთ, რომ პირველი სამეფო იყო ირლანდიაში დაარსებული ვიკინგების მიერ. ანუ ზოგადად ეს ერთი მხრივ დაუნდობელი ბანდიტები არიან, ხოლო მეორე მხრივ შეხედეთ, ამ ადამიანებმა როგორ ძლიერად იმოქმედეს ევროპის ისტორიაზე. მე თქვენ დაგბირდით ბოლოში მეთქვა როგორაა Bluetooth დაკავშირებული ვიკინგებთან. შეხედეთ, თუ თქვენ აიღებთ Bluetooth-ის ლოგოტიპს, ეს ორი რუნა, რომლებიც აღნიშნავენ სიტყვად შეთანხმებას. Harald ლურჯკბილა. ესე იგი Harald Bluetooth. ეს დანიის მეფეა. მას ჰქონდა დეფექტი, ლურჯი, ხოლო უფრო სავარაუდოა შავი, ანუ გაშავებული კბილები. მას ეძახდნენ Harald ლურჯკბილას, იმიტომ რომ ბლაუ ვიკინგების ენაზე ნიშნავდა არამთლად იმას, რასაც ახლა აღნიშნავს ლურჯი ფერი. უფრო მაინც ეს იყო შავი. ასე რომ Harald ლურჯკბილა ეს არის ადამიანი, რომელმაც მონათლა დანია. დიახ, მისი დახმარებით ქრისტიანობა შემოვიდა დანიაში. ის რა თქმა უნდა ამის შემდეგ შინა ომში მოკლა საკუთარმა ვაჟმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის დარჩა ისტორიაში ამგვარად. აი რას გვატყობინებს ჩვენ ვიკიპედია. რატომ Harald ლურჯკბილას სახელი ჰქვია Bluetooth-ს? ის მართავდა დანიას და ნორვეგიის ნაწილს და გააერთიანა ერთმანეთთან მოკიშბე დანიური ტომები ერთიან სამეფოდ. იგულისხმება, რომ Bluetooth აკეთებს იგივე კავშირს პროტოკოლებთან, აერთიანებს რა მათ ერთ უნივერსალურ სტანდარტში. აი ასეთი იყო ვიკინგების ეპოქა. შეიძლება დიდხანს საუბარი ვიკინგების მითოლოგიაზე, კიდევ უფრო დეტალურად გარჩევა ლაშქრობების, მაგრამ ზოგადად ამ ერთ საათში შევეცადეთ თქვენთვის მომეყოლა თემა, რომელიც ძალიან მიყვარს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.